რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე იმოძრავებენ. ისინი დედაქალაქის გზის 50%-ზე მეც ბასლაინის ხაზზე გადაკვეთავენ. ახალ მიმართულებაზე ავტობუსები რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და მგზავრებს თბილისში ვაკის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე გადაიყვანენ. ჯამში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება. ყოველდღიურად რუსთავი თბილისის მიმართულებით დაახლოებით 210,000 მგზავრი გადაადგილდება, განსაკუთრებულად კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეს მიმართულებები არის სტუდენტებისათვის. დღეს დაემატა ახალი მარშრუტი, რომელიც გულისხმობს თბილისიდან ბოლო წერტილი ეს გახლავთ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და 10 წლეულებია ნამდვილად, რაც რუსთაველის გამზირზე და ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავიდან არ გადაადგილებულა. სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია. ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ძირითადი ეტაპი სრულდება. დღევანდელი პრეზენტაცია ეძღვნებოდა იმ მიმართულებას, რომელთაც განსაკუთრებით უფრო ხშირად ისარგებლებენ სტუდენტები. რუსთავის მეტალურგიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძლებენ გადაადგილებას თბილისის მაღლივის უნივერსიტეტის კორპუსამდე და 50% ამ მარშრუტის იქნება სწორედ ბასლაინით გადაადგილება. ტრანსპორტი გვიან მოდიოდა, ასევე დიდი რიგებიც იყო, ნელაც დადიოდა ასე ვთქვათ და ეხლა ეს უფრო სწრაფი, თანამედროვე და კომფორტული.